დღევანდელი გადასახედიდან ალექსანდრე, აი თქვენ როგორც პროფესიონალი სპეციალისტის, ინფექციონისტის თვალით დანახული, ანუ რამდენად სწორად მოვიქეცით აი ამ პანდემიის დროს ზედმეტად მკაცრები ხო არ ვიყავით, ან უფრო მკაცრები ხო არ უნდა ყოფილიყავით? აი როგორ ფიქრობთ აი დღეს უკვე? კი ბატონო, ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ პანდემია ხდება 100 წელიწადში ერთხელ. ხო, როგორც აქამდე ისტორია გვაჩვენებს, ესეთი ახალი ინფექციით გამოწვეული ესეთი მასშტაბური პანდემია, რომელიც თქვა იწვევს მოკლე დროში საკმაოდ დიდი ადამიანების დაინფიცირებას და საკმაოდ ესეთ მაღალ ლეტალობას, აი ესეთი მანამდე იყო ესპანური გრიპი, ხო, 20 საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ მსგავსი გამოცდილება არ ქონია და შემდეგ უკვე ასე თქვა 2020 წლიდან ქონდა ეს COVID-19-ის პანდემია. აქედან გამომდინარე, ამის მზაობა ვერავის ვერ ექნებოდა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ან სხვადასხვა ასე თქვა ავტორიტეტულ სამედიცინო ინსტიტუციებში ყოველთვის არის თეორიული მზაობა მსგავსი ასე თქვა პრობლემისთვის, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ პანდემიის დროს, არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში არავის არ ექნებოდა, იმიტომ რომ ეს ასე თქვა თავისი თვალით არავის არ ქონდა ნანახი. თუ რა შეიძლება რა მასშტაბებში შეიძლება მიაღწიოს მსგავსმა ასე თქვა რესპირაციული ინფექციით გამოწვეულმა პანდემიამ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან რომ გადავხედოთ 2020 წელს შეიძლებოდა გარკვეულად სხვა რეაგირებების მოხდენა, რასაც თეორიულად შეიძლება იქამდე მივეყვანეთ, რომ ნაკლები ზიანი მოიტანა პანდემიას, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მარტივია ამაზე საუბარი, მაგრამ იქიდან მარტივია. იმ სიტუაციიდან რაშიც ვიყავით, რა თქმა უნდა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად სწორად მოვიქეცით. უბრალოდ აქ ერთი საკითხია კიდევ რა, რაზეც მინდა ასე თქვა ვისაუბრო, რომ მნიშვნელოვანი არის რა, რომ იმან რაც გავიარეთ, გარკვეული გაკვეთილი მოგვცეს. პანდემია, ხო, რომელიც ასე თქვა დასრულდა, მაინც თქვა COVID-19 გამოწვეული პანდემია დასრულებულია, უნდა იქიდან ავიღოთ რაღაც ასე თქვა ინფორმაცია, რაც მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდა, ჩვენ ვიყოთ ბევრად მომზადებული და ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც ასე თქვა გაკეთებული აქვს აქცენტი და ამაზე ხშირად თქმულა, რომ უკვე ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდა, რეაგირება იქნება ბევრად უფრო სხვანაირი და ბევრად უფრო ეფექტიანი. იმიტომ ჩვენ უკვე საუბედუროდ ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ პანდემია, მისი დამანგრეველი ასე თქვა ძალა და მისი მასშტაბები თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს.